მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, მეორე არხის პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატები და ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ქადაგიშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გმადლობთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბუნებრივია საუბარს დავიწყებთ იმ ბრიფინგით, რომელიც დღეს პროკურატურამ გამართა, მათი თქმით გახსნილი არის ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე. პროკურატურამ გამოკვეთა, რომ ვაზაგაშვილი და ხუბულოვი მოკლოდი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის. ეს თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს და ამ განცხადებას? მე პირველ რიგში როგორც ყველა ალბათ ჩვენი თანამოქალაქე მოხარული არის და ჩვენც თავისუფალი დემოკრატებით გავაკეთეთ კიდევაც ამასთან დაკავშირებით განცხადება. მოხარულები ვართ ამ საქმის გახსნასთან დაკავშირებით. ამავდროულად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს პროკურატურასთან მიმართებაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საქმის სასამართლოში წარმატებით გატანა და სასამართლოს ვერდიქტის გამოტანა იქნება საბოლოო წერტილის დასმა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმესთან მიმართებაში. მაგრამ ამავდროულად ჩვენ გარკვეულწილად ის პოლიტიკური შეკითხვების გვიჩნება, რაც ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს. ფაქტობრივად დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იურა ვაზაგაშვილის ესეთი მამის ტერორისტული აქტით სიცოცხლის გამოსალმების შემდეგ კეთილინება პროკურატურამ და სამართალდამცავმა სისტემამ და ჯერ თანამდებობებიდან და სამსახურებიდან გაუშვა ის ადამიანები, ვინც ეჭვმიტანილები იყვნენ და საზოგადოება მათი სახელები თითქმის მკვლელობის შემდეგ უკვე, როდესაც ეს დანაშაული მოხდა, რამოდენიმე ხანში უკვე ვიცოდით, ამაზე აქტიურად საუბრობდა ყველა და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ადამიანებს არათუ არ დაატოვებინეს სამსახური, არათუ არ მისცეს ამ ადამიანთა ნაწილი საგამოძიებო მოქმედების ქვეშ არ იქნა ეს ხალხი შეყვანილი, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგა რა ადამიანებისა, არამედ ბოლო დრომდე ისინი ასე ვთქვათ მუშაობდნენ თანამდებობებზე და ზოგი საჯარო და საზოგადოებრივ აქტიურობას თავისუფლად ახორციელებდა. იყო ინფორმაცია, რომ ზოგი დაწინაურებელიც კი იყო. ამიტომ ჩვენ მიგვანიშნებს, რომ ამასაც კი მიეცა კამპანიური ხასიათი, ისევე როგორც ბევრ რამეს, სამწუხაროდ და არა ის თავიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ამორჩეველი მაშინ ჩვენგან ყველასგან ქართული ოცნებისგან 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება რომ მოგვანიჭა, რასაც ელოდა. მე მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გაგვაჩნია, რომ სამწუხაროდ პროკურატურა გადაიქცა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თამაშის ერთ-ერთი იარაღად, რასაც ირიბად აი დღეს რო მოხდა მაინდა-მაინც ამ საქმის გახსნა და ხალხისათვის ფაქტურად ის რასაც ყველა ამბობდა, ამის რეალიზაცია გააკეთეს დღეს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აღარ ქონდათ. ჩვენ მიუხედავად ამისა ვისურვებდით, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეც მისი ესეთი ტრაგიკული დასასრული, აი ეს საზარელი დანაშაულის გამოძიებული იქნას დროულად და საქმე წარიმართოს სასამართლოში. ვისურვებდით იმას, რომ ყველა ეს საქმე პროკურატურამ გაამყაროს ისეთი საგამოძიებო მასალებით, ისეთი მტკიცებულობებით და სხვა სამართლებრივი არგუმენტებით, რომ არ მოხდეს ამ საქმეების ჩამოშლა სასამართლოში ისე, როგორც ვთქვათ, რამოდენიმე სხვა მნიშვნელოვანი და გახმაურებული საქმის ნაწილობრივი ჩამოშლა მოხდა სასამართლოებში. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აი ამ ეგრეთ წოდებული ვაზაგაშვილების საქმის გარშემო. მე ვიმეორებ, რომ ვაზაგაშვილის მაგალითმა ბატონი იურის ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ხელისუფლების ის ნაკლოვანებები, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლებამ არ განახორციელა თავიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის პირველ რიგში სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმირების კუთხით. რის შედეგიც იყო სწორედ, რომ ის ადამიანები, ვინც არა მარტო ამ საქმეში, არამედ სხვადასხვა ეპიზოდებში, სხვადასხვა გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობებში, ვინც იყო ასე ვთქვათ, ჩართული, მათ შორის პროკურატურაში განაგრძობდნენ მუშაობას. და ხელისუფლებამ ის მანკიერი სამართლებრივი და ეგრეთ წოდებული ძალოვანი სისტემა, რომელიც
მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს და ადეიშვილს ჰქონდა შექმნილი, ადგა და პირდაპირ მოირგო თავის თავზე და არ განახორციელა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ხალხს შევპირდით. და ამ რეფორმების შემუშავებაში თავისუფალი დემოკრატებს სწორედ ჩვენი გადამწყვეტი როლი ჰქონდა შესრულებული. დღეს ჩვენ რა თქმა უნდა არ გავჩერდებით მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულებების გახსნაზე. ჩვენ ბოლომდე მოვითხოვთ, რომ რეფორმები ბოლომდე რომ დაიწყოს ჯერ ესეთი და მიყვანილი იქნას ბოლომდე. იმიტომ თუ ეს არ გაკეთდება, ყოველთვის იქნება პოტენციური საშიშროება იმისა, რომ მოხდეს ახალი კრიმინალი და ყოველთვის იქნება პოტენციური საშიშროება იმისა, რომ პოლიტიკური მიზნებით გამოყენებული იქნას ესა თუ ის სამართალდამცავი სტრუქტურა. ისე როგორც ეს მოხდა თავისუფალი დემოკრატების და ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეებში. როდესაც პოლიტიკური დევნის განხორციელება უნდათ ირაკლი ალასანიაზე და ასე ვთქვათ საქმის შეკერვა დაიწყეს ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე და 5 თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროსი იქნა დაპატიმრებული. ფაქტურად მძევლად არიან ის ადამიანები აყვანილები. საზოგადოების ნაწილმა იცის, რომ 10 თებერვალს არის სასამართლო მოსმენა და დანიშნული, მაგრამ უკვე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, წინასწარი ინფორმაცია, ჯერ ამისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ, მაგრამ კიდევ უნდა ერთხელ მიმართეს და ეხლა კიდევ უნდა პროკურატურას მიმართოს სასამართლოს საქმის გადავადებასთან, არსობრივი განხილვის გადავადებასთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ ეს ადამიანები და ის ცხრათვე, რაც მათ კანონით აქვს მინიჭებული, იძიონ, იმიტომ რომ იქ გამოსაძიებელიც არაფერი არ არის. ბატონო ირაკლი, ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, არის 11 პირი დაკავებული და მიდის საუბარი იმაზე, რომ მათ ემუქრებათ 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა და ჩვენ საუბრობთ თქვენ შეეხეთ სასამართლოს კითხვა, რომელიც ამჟამად აქვს საზოგადოებას, რამდენად თავისუფალი იქნება სასამართლო და რეალურად გამოიტანს თუ არა იმ განაჩენს, რომელიც პირველ რიგში ვაზაგაშვილების ოჯახს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება სასამართლოს, მე არანაირად არ მინდა რომ სასამართლოს კომპეტენცია რამენაირად ასე ვთქვათ, ჩემი განჯისაგამი გახდეს. რა თქმა უნდა, ვაზაგაშვილების საქმე და ნებისმიერი საქმე, რომელსაც ფართო რეზონანსი აქვს საზოგადოებაში, მათ შორის ახლა არ მინდა თავისი სიმძიმით შევადარო, მაგრამ აგრეთვე პოლიტიკური ელფერი, რომელსაც აქვს იგივე კაბელების საქმე, ყველა ეს საქმე საზოგადოების, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ინტერესის და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ამიტომ სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკორძოებული. აი ამ საქმეები დაიჯერებს თვითონ მოსახლეობა, მოქალაქეები, დამოუკიდებელი და თავისუფალი არის თუ არა სასამართლო. და ესეთი საქმეების, ასე ვთქვათ, ნამდვილად ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად და ნამდვილად ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში თუ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ამით დაუმტკიცებს სასამართლოს საზოგადოებას და თავის თავს, რომ ის ნამდვილად მესამე ხელისუფლება არის საქართველოში. ის თუ როგორი სასჯელები დადგება, რამდენი წელი იქნება უვადო თუ სხვა, ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია და პრეროგატივა და დამოკიდებული იქნება იმაზე, თვითონ გამოძიება, რამდენად არგუმენტურებულად დაუსაბუთებს სასამართლოს თითოეული ასე ვთქვათ, ბრალდებულის მონაწილეობის სიმძიმეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება ვაზაგაშვილების საქმეს, არის მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ, რომ სასამართლო იყოს ობიექტური, მაგრამ მკაცრი. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება ამ საქმეს, არის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. ალექსანდრე ჭიკაიძემ საკუთარი სურვილის მიხედვით დატოვა ეს პოსტი და ის შეცვალა ვახტანგ გომელაურმა. ამ ფაქტს როგორ აფასებთ თქვენ და თქვენი აზრით როგორ იქნება გომელაური მინისტრის რანგში? მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ჭიკაიძის გადადგომამ და მის შემდეგ გამვითარებულმა მოვლენებმა ნამდვილად გვაჩვენა, რომ ხდებოდა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა, ასე ვთქვათ, განრიდება საგამოძიებო ზემოქმედებებისაგან. ეს ფაქტია. იმიტომ რომ ბოლო ერთ კვირაში, როცა შეიცვალა და დაინიშნა ახალი მინისტრი, უცბად მოხდა პროკურატურასთან ერთად, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების ზოგის განთავისუფლება და დღეს უკვე მათი დაპატიმრება. მანამდე ხო ეს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ
მათი განრიდება, მათზე ხელის დაფარება ხდებოდა. ამიტომ აქ არა მარტო ჭიკაიძის პასუხისგებლობის საკითხი იკვეთება, აქ იკვეთება მთლიანად მთავრობის მუშაობის საკითხი, სწორედ და პრემიერ-მინისტრის პასუხისგებლობის საკითხი, პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე მაქვს მე პირველ რიგში რა თქმა უნდა საუბარი, პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ასე ვთქვათ, სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარეობდა. იმიტომ რომ ეს მოდიოდა კოლიზიაში არა მარტო ქვეყნის რეფორმებთან დაკავშირებით, არამედ იმ დაპირებებთან და იმ სულისკვეთებასთან, რითაც ხალხმა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოიყვანა. ამიტომ პოლიტიკური პასუხისგებლობა ხელისუფლებას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს ამ მიმართულებით, როგორც თან ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვერ მოიხსნის. მას ეს პოლიტიკური პასუხისგებლობა მუდამ გაყვება თან და ჩვენ ყოველთვის დავაყენებთ და საზოგადოება ყოველთვის დააყენებს მის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის საკითხს. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მე რა თქმა უნდა ყველა მინისტრს, რომელიც შეუდგება მუშაობას ნებისმიერ სფეროში, როგორც პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე უსურვებ, რომ წარმატებული იყოს, იმიტომ რომ მისი წარმატება გარკვეულწილად სამინისტროს და შემდგომ ქვეყნის წარმატებაა. მაგრამ პირველ რიგში ურჩევდი, რომ ისიც არ გახდეს სისტემის მძევალი და მან დაინახოს თავის თავში მოძებნოს ის რო იტყვიან პოლიტიკური ნება გამოავლინოს და გაატაროს რეფორმები. არა კოსმეტიკური რეფორმები, არამედ ძირეული რეფორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელის და გვარების შეცვლას ბიძინა ივანიშვილთან თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული ამა თუ იმ პიროვნების გადაადგილებით და მოყვანით რომელიმე სამინისტროს და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში არაფერი არ შეიძლება. თუ ვიმეორებ მთელ სისტემაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამინისტროთი დაწყებული, უშიშროების ასე ვთქვათ, სფეროთი გაგრძელებული და პროკურატურით დამთავრებული არ მოხდება შესაბამისი სისტემური ცვლილებები. რატომ ვიმეორებ? რა ცვლილებებზეა? რატომ ვიმეორებ, რომ აუცილებელი არის სისტემური ცვლილებები? იმიტომ რომ ჩვენ დღეს ზუსტად მივიღეთ შერბილებული ფორმით, ოღონდ რა თქმა უნდა, ობიექტურებისათვის ესეც უნდა ითქვას, იმ სისტემის გადმოტანა, რა სისტემაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. რა იყო ეს სისტემა? ეს სისტემა იყო, ასე ვთქვათ, სამართალის მხოლოდ იმ შემთხვევაში ნულოვანი ტოლერანტობით გამოყენება, როგორც ვაზაგაშვილის შემთხვევაში იყო. რა იყო ეს სისტემა? ეს სისტემა იყო, როდესაც მაშინდელი კუდი და სოდი პოლიტიკურ პროცესებს პირდაპირ მართავდნენ. დღეს ჩვენ დაახლოებით ანალოგიური ვითარებები გვაქვს, როდესაც პირადად ვთქვათ, ჩვენ არჩევნების წინა პერიოდშიც კი და შემდგომ უკვე, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში წამოვედით, ვაწყდებით ესეც ვითარებებს, როდესაც სუსი ფაქტობრივად რეგიონებში არჩეული თვითმმართველობები გახადა ფორმალობად, ფიქტიურ, ასე ვთქვათ, არჩეულ ორგანოებად და რეალურად ყველა გადაწყვეტილება ხდება გუბერნატორისა და სუსის კაბინეტებში. სუსის ხელმძღვანელთა კაბინეტებში. ამიტომაც არის, რომ ვერსად იგივე თვითმმართველობის დონეზე, ადგილებზე საქმე ეფექტურად წინ ვერ მიიწევს. ისევ ჩაკეტილი სისტემა გვაქვს. ისევ ჩვენ ვართ დღეს გაჩერებული იქ, როდესაც პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი ქვეყნის ხერხემალი. მაშინ დაიწყო სწორედ იმ ხელისუფლების დაღმასვლა და ქვეყანაში რეფორმების, რეალური რეფორმების შეჩერება. დღეს თუ ჩვენ აი ეხლა მაინც არ მოვახერხეთ და ამ უბედური შემთხვევების, რო იტყვიან მაგალითზე, არ გამოვიჩინეთ ის პოლიტიკური ნება ხალხმა, ხელისუფლებას არ ვაიზულეთ პოლიტიკურმა ძალებმა, არასამთავრობო ორგანოებმა, რომ ეს რეფორმები რეალურად გაატაროს, სტაგნაცია საქართველოში გარდაუვალი არის. სტაგნაცია მერე კარგად არასდროს არ თავდება ხოლმე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი პრობლემა. თორე ხელისუფლების ბედი კი არ არის მთავარი და რომელიმე მინისტრს ბედი. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის მთავარი პრობლემა და მთავარი საზრუნავი ჩვენთვის. ბატონო ირაკლი, ძალიან ბევრს საუბრობენ ზოგადად სხვა გახმაურებულ საქმეებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა გახმაურებული საქმე არის ბოლომდე მიყვანილი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ეს განცდა და ისინი ითხოვენ, რომ გასაჯაროდეს ყველა ის საქმე, რომლის გამოძიება იყო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება და კითხვა, რომელიც ბოლო დროს ისმის ხშირად, რატომ დაჭირდა ამდენი ხანი ამ საქმეებს?
რატომ 2 წელი და მეტი? მე და კიდევ ერთი კითხვა, თუ შეიძლება რომ არსებობს ესეთი აზრიც, ბატონ იური რომ არ გარდაცვლილიყო, მოხდებოდა თუ არა ზურა საქმის გამოძიება და რა თქმა უნდა, მე სულებით გეთანხმებით, აი ამ სულისკვეთებაში, როდესაც ჩვენი მაყურებელი და მოქალაქეები ამ კითხვას სვავენ, რომ არ მომხდარიყო ეს ტრაგედია, ეს ასე თქვათ, მდორე დინება არ შეიცვლებოდა. არ შეიცვლებოდა. იმ ადამიანმა რო იტყვიან თავისი გაღებული სისხლით გამოაღვიძა და შეარყია ქართული საზოგადოება და ყველამ მოვითხოვეთ, ასე თქვათ, თვითონ საზოგადოებამ მოითხოვა სულ სხვანაირად უკვე აუტანელი გახდა ამ ვითარების სატანა. და ჩვენ არა მარტო ასე თქვათ კვლელობების თემა არის აქ. კვლელობა ყველაზე მძიმეა, იმიტომ ადამიანის სიცოცხლეა ამ შემთხვევაში მოსწრაფული და იგივე ჟვანია საქმესაც აღარ დაადგა, ხო, საშველი. აქ არის უამრავი თემები და საკითხები, რომლებიც ისეთ სისტემურ პრობლემებს ეხება, როგორიც არის ქონებრივი ურთიერთობების დარღვევა დანაშაულებრივი გზით. ზოგადად ეწოდებული სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა. ეს ესეთი პროცესი არის, რომელიც მე არ მინდა რომ პოპულიზმში გადავიდე და ეხლა ოღონდ რამე ვთქვა ცუდი და ხელისუფლების წინააღმდეგ ვთქვა. ეს რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ რეალურად ვიცით რომ ამ პროცესში არაფერი არ გაკეთებულა რეალურად გარდა ქართულ ბანკის გამოძიებისა. აი ეს ქართულ ბანკის გაკუთრებასთან დაკავშირებული საქმე. და თან პარადოქსული ის იყო ამ შემთხვევაშიც, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, შემსრულებელი, ვინც ქართულ ბანკის გაკუთრების საქმეში იყო ჩართული, იყო სახელმწიფო კანცელარიაში რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ეგრეთ წოდებული ჩხენკელი, რომელიც შემდეგ, ასე ვთქვათ, აი ამ შერისხულთა კლანში მოხვდა. ასე რომ აქ რო იტყვიან შიდა კულუარული მდგომარეობების გარკვევას უფრო მეტი დრო დაეთმო, ვიდრე მიზანმიმართული პოლიტიკის წარმოებას იმ მიზნების რეალიზაციისათვის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას ხალხმა ესოდენ დიდი ნდობა გამოგვიცხადა იმ მართლა თითოეული მოქალაქისათვის სარისკო არჩევნების ჟამს. და დღეს სამწუხაროდ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში თავის განცხადებებში და ქმედებებში ემსგავსება და გვაგონებს საზოგადოებას იმ ბოლოდროინდელი პერიოდის ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ყველანაირი წესით და ყველანაირი ძალით ცდილობდა ხელისუფლების შენარჩუნებას. ბატონ ირაკლი, გამოსავალი თუ არის? რაში ხედავთ? რა თქმა უნდა, გამოსავალი ყოველთვის არის. მე არავითარ შემთხვევაში არა ვარ განწყობილი პესიმისტურად, პირიქით, საკმაოდ დიდი ოპტიმიზმი მომძრავებს. ეს ოპტიმიზმი მოდრის პირველ რიგში ამორჩევლისაგან. ჩვენ ახლა დავდივართ რეგიონებში. ბატონი ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ჩვენი დეპუტატები პარლამენტში ინტენსიური ყოველკვირეული შეხვედრები გვაქვს, კვირაში რამოდენიმე შეხვედრა გვაქვს რეგიონებში, სწორედ რომ რეგიონებში. თბილისი, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ინფორმირებული და ყველაზე მეტად აქტიურად არის ამ პოლიტიკური, რო იტყვიან, ნებებით გაჯერებული. ჩვენ დავდივართ რაიონებში, სოფელ, აი რასაც ქვია და ამის გაგრძელებას ვაპირებთ ბოლომდე. და ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობაში არის გაგება ყველაფრის ამის. და მოსახლეობას ესმის კარგად თუ რაში არის პრობლემები. ამიტომ ის რომ ადამიანები ხელჩაქნეულები არ არიან და ადამიანებს სურთ რომ იყვნენ აქტიურები და ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ცუდი არის, აი ეს მაძლევს მე იმის ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება, ასე ვთქვათ, ის ხარდაჭერა საზოგადოებისაგან, ამორჩევლისაგან, რაც საშუალებას მოგცემს, რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, სტაგნაცია და ჭაობი დიდხანს არ გაჩერდეს. აი ეს არის პირველ რიგში, რაც მე მინდა თქვა, იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ჩვენს რეგიონებში, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში ჩვენ მუდამ გვეუბნებიან. მეორეს ერთი, საქართველოს გვინდა არ გვინდა განვითარების ისეთ ფაზაში არის შესული, რომ ამ საზოგადოების ბრჭყალებში დამორჩილება არავის აღარ გამოუვა. ქართველმა ხალხმა რევოლუციის, რო იტყვიან, ყველა ფორმა გამოიარა. თოფით დაწყებული, მშვიდობიანი არჩევნებით დამთავრებული. ამიტომ ქართველ კაცს
დღეს უნდა რომ მისი ქვეყანა პროგრესის და დემოკრატიის გზით ვითარდებოდეს. აი ეს არის მთავარი. მას უნდა რომ სამართლიან საზოგადოებაში და გარემოში ცხოვრობდეს. მას უნდა რომ ეკონომიკური სიძნელეები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვიმეორებ, შეიძლება ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, მაგრამ იცოდეს რომ ეს მიზეზები ობიექტურია და მთავრობას ობიექტურად მუშაობს იმისათვის რომ ეს მიზეზები გამოსწორდეს და ქვეყანა წინ წავიდეს. ყველას ესმის დღეს რომ ერთი რო იტყვია კნოპკაზე ხელის დაჭერით უცბად კარგი ცხოვრება არ დგება. მაგრამ ადამიანებს აღელვებს ის რომ აირჩიეს გამგებელი, აირჩიეს საკრებულოები და ხედავენ რომ ეს გამგებლები და საკრებულოები გადაწყვეტილების მიღების უუნარონი არიან. იმიტომ რომ მათ რო რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ, ეს უნდა შეუთანხმონ აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ორგანოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. გუბერნატორს და სუსს. ეს იწელება დროში, არაეფექტური მმართველობა და წლის ბოლოს ვიღებთ ხოლმე ბიუჯეტიდან გაუხარჯავ თანხებს. ეს ყველაფერი ერთი მეორეზეა გადამული. სამწუხაროდ კი თუ საბედნიეროდ სახელმწიფო მანქანა ესია მოწყობილი. თუ არ არის პოლიტიკური ნება, თუ არ არის მიზანი, თუ არ არის ამ ბიზნესაკენ გუნდის მიზანმიმართული მუშაობა, ეს იწვევს სტაგნაციას პოლიტიკაში, მმართველობაში, რომელიც მერე გადადის ეკონომიკაზე და აისახება ლარის კურსზე, უმუშევრობაზე და იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაში სავალალო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მოსახლეობა არის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ, გაკეთდა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაც ვთქვათ, უფასო ჯანდაცვა ქვია. რამაც არ გადაწყვიტა საკითხი ბოლომდე, მაგრამ შეამსუბუქა ვითარება. მაგრამ ეს მონაპოვარიც კი დღეს ხალხის თვალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული. ჩვენ უნდა ითქვას ისიც, რომ ამ შეხვედრების დროს ერთ მთავარ მიზანს მივდებთ, რო იტყვიან, რომ ჩვენ ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ უთმობთ იმას, რომ შევთავაზოთ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ როგორ გსურს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლა, როგორ წარმოგვიდგენია. ყველა მიმართულებით. უმუშევრობა, ეკონომიკა, სოფელი, საბანკო სისტემა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჯანდაცვა, განათლება. ამიტომ ამ შეხვედრების დროს ფაქტურად ვაკეთებთ კიდე იმ დიდ ინფორმაციას ვიღებთ თვითონ ადგილებზე როგორ უყურებენ ამას, როგორი უნდა იყოს რეალური თვითმმართველობა. რა არის მათი პრიორიტეტები? რა არის მათი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა და ჩვენ სერიოზულ ეკონომისა და ფინანსთა ჯგუფთან ერთად მუშაობთ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმა და პროგრამა. ჩვენ ქართულ ოცნებას თავის დროზე რამოდენიმე სეგმენტში დიდი წვლილი შევიტანეთ ამ პროგრამის შემუშავებაში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ხედვები იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება, ჯანდაცვის სისტემის და სოციალურ-ყოფის სისტემის რეფორმირება, სოფლის მეურნეობის განვითარების, ასე თქვა, ძირითადი კონცეპტუალური მიმართულებები. ჩვენ დღეს არ ვჩერდებით ამაზე, უკვე ახალი დღევანდელი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ვამუშავებთ ამ პროგრამას. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ არა მარტო კრიტიკულები, ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ამავდროულად პოზიტიურები, რომ ხალხს გავაგებინოთ, რომ არ შეიძლება მხოლოდ რო იტყვია არაფრის მომცემი დაპირებებით, ან მხოლოდ უკიდურესი კრიტიკით მივიღოთ საარჩევნო ხმები. დღეს მოსახლეობა ეს ხმას არავის აღარ მისცემს. მოსახლეობა ხარს დაუჭერს იმას, ვინც ნამდვილად ზუსტად უპასუხებს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ჩვენი ამორჩევლების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ერის წინაშე დგას. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატები. არ გადაართოთ, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში. თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერში, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატები და ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ქადაგიშვილი. ბატონო ირაკლი, ბუნებრივია, აუცილებლად მინდა კითხოთ ეკონომიკაზე და ზოგადად იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს ეკონომიკას, ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ლარის კურსის მერყეობა ქონდა სახეზე და ამან მოსახლეობაში დიდი პანიკაც კი გამოიწვია. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს და თქვენი აზრით რა არის ის ძირითადი ნაკლი, რაც დღეს არის საქართველოს ეკონომიკაში?
პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას ერთი მთავარი პრობლემა აქვს, რომ ინვესტიციების ნაკლებობა, როგორც შიდა ინვესტიცია, ასევე უცხოური ინვესტიცია. ამის შეიძლება ობიექტურ მიზეზად ჩაითვალოს, თქვათ, რომ ზოგადად რეგიონში, რუსეთში, უკრაინაში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა არის, მაგრამ ამავდროულად ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაატარა ეფექტური პოლიტიკა, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო ინვესტორებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ყველაზე. აქაც საქმე მიდის გარკვეულწილად იმასთან, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები პირები უცნობი არიან. რომ მთელ რიგ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო ბოლო მომენტებამდე ვერ ასრულებდა ბოლომდე თავის მოვალეობა და ფუნქციებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძმა ჩხენკელი იყო პრემიერთან შექმნილი ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტობრივად დუბლირებას უწევდა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს სახელმწიფოში. და შემდეგ კიდე ცალკე, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების ინსტიტუტი არსებობს. აი ეს ყველაფერი ძალიან არაგამჭირვალეს ხდის ინვესტორისათვის ქვეყანაში თუ რა ღია და ოფიციალური თამაშის წესები არის მიღებული. ამიტომ ეს უშლიდა, რა თქმა უნდა, ხელს ქვეყანაში საინვესტიციო ფონის და საინვესტიციო რეალური პროექტების განხორციელებას. მეორე, მთავრობამ ვერ მოახერხა ინფრასტრუქტურაზე საჭირო ყველა, ასე ვთქვათ, ასიგნინების, რაც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, ხარჯვა. ესეც იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მათი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონალური მართვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ასე შემდეგ ქალაქის მერია მათი კომპეტენციის ფარგლებში ამ ფულის სწორი და კანონიერი ხარჯვის უზრუნველყოფა. მესამე ფაქტორი არის ის, რაზე ჩვენ გავყვით უკვე ვისაუბრეთ, რომ თვითმმართველობებმა ვერ განახორციელეს თავიანთი აქტიური და პირდაპირი ფუნქციები. შიდა სასოფლო გზები დღესაც კატასტროფულ მდგომარეობაში არის. და სხვა პროექტები, რომელიც თვითმმართველობის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო, ესეც ხო დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა და ასე ვთქვათ, ფულის აქტიურ მიმოცვლას შეუწყობდა ხელს. შემდეგ კი არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც ხელისუფლება თავის შიგნით ხანდახან ესე ვთქვათ, გაბუტული ბავშვების პოზიციით ცხოვრობენ და მუშაობენ. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ისეთი თავარი ერთ-ერთი რეგულატორი საფინანსო მონეტარული პოლიტიკისა, როგორც არის ეროვნული ბანკი, მას ფაქტობრივად კომუნიკაცია არ გააჩნია მთავრობასთან. და მთავრობასაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ნება თუ კომუნიკაციის უნარი, რომ ეროვნულ ბანკთან მას ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რომელი პარტიის დანიშნულია ამორჩეველს, მოქალაქეს, რომელსაც ლარი გვიდებს ჯიბეში. და 10,000-ობით ადამიანს, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. მთავრობა და ხელისუფლება და ამას მე კულუარულ ინფორმაციას კი არ ვამბობ. მინისტრების განცხადებაზე დაყრდნობით ვამბობ, როდესაც თქვა ხადური ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ერთმანეთზე, მაგრამ არ უთანხმებთ ერთმანეთს ჩვენ საქმიანობას. აი ამ შეუთანხმებლობის შედეგია, რომ ხელისუფლებამ მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ვერ მოახერხეს იმ ინსტრუმენტების დროზე ჩართვა, რაც ლარის კურსის აი ამ ვარდნას უფრო რბილს გახდიდა ან საერთოდ შეამცირებდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველი გამოსვლის დროსაც გამოვიდა ძალიან გვიან და ეხლა ბოლო გამოსვლაც, როცა მკაცრი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გამკაცრებაზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე ისაუბრა, ეს გააკეთა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ. ისევ არაფორმალურ, ასე ვთქვათ, მმართველობასთან მივდივართ. აი ეს ფაქტორები არის, რომელიც ხელს უშლის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ გვახსოვს იგივე ხადურის განცხადება, როდესაც პირველი ტალღა იყო ლარის დევალვაციის, რომ ეს საკითხი მე არ მეხებაო.
წაიკითხეთ, ხახუნო კანონის ესა და ეს პუნქტიო. ეს არის ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომელიც პანიკას უფრო იწვევს ბაზარზე და ამ მოსახლეობაში, ვიდრე რაღაცა სიმყარის და სიტუაციის მართვისა და ფლობის განცდას ბადებდეს. აი ჩვენ ესეთ არაპროფესიონალურ მიდგომების და აი ესეთი არაფორმალური მართლობის გამო გარკვეულწილად მივედით იქამდე, რომ ქვეყანაში უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 5%-იანი ზრდის შესაძლებლობა და ლარის რეალური მდგომარეობა თუ როგორი არის, ეს ყველამ უკვე ვიცი. 5%-იან ზრდაზეც ისაუბროს უკვე რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთა განცხადებები და ფაქტიურად ხელისუფლებას და ექსპერტებიც შეთანხმდნენ, რომ უნდა დაიწიოს ეს პროგნოზი 5%-იანი ზრდის. ზოგადად აი ამ ბოლო მოვლენების ფონზე ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ ეკონომიკური გუნდის სისუსტის მაჩვენებელი იყო ეს პროცესები. თქვენი აზრით, დგას თუ არა დღეს რეალურად ეკონომიკური გუნდის შეცვლის აუცილებლობა ქვეყანაში? მე რა თქმა უნდა ამის აუცილებლობას ვხედავ, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ შეცვლის აუცილებლობა დადგა ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელების. შეცვლის აუცილებლობა დადგა ქვეყანაში ეკონომიკური გუნდის. შეცვლის აუცილებლობა და არაკოორდინირებული მუშაობის უამრავი ფაქტია საგარეო მიმართულებებით. ხან თურმე აცხადებს, რომ წყვეთ ურთიერთობას სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში რუსეთთან, მე ამბობს, რომ არა, ეხლა ესე აღარ მithქვია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სეგმენტურად თუ შევხედავთ ჩვენ, თავრობის ყველა სეგმენტი არაეფექტურად მუშაობს. ამიტომ მაგ რა თქმა უნდა, ბუნებრივად დგას საკითხი თავრობის პოლიტიკური პასუხისგებლობის შესახებ. თავრობა ესეთ ვითარებაში, როგორც წესი, ან კრიზისულ ვითარებაში გადადის და საიტონოში აცხადებს თავის მუშაობას, ან გადადგება ხოლმე. მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ დე-ფაქტო პრემიერი ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, აძლევს შანსს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ იყოს თავრობის თავმჯდომარე. თუმცა მთელი დემოკრატიული მმართველობის შინაარსი და სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ნდობა აქვს დაკარგული თავრობის ლიდერს და თავრობის წევრებს ხალხში, ამ ნდობის გარეშე შენ ვერანაირ რეფორმას და ვერანაირ გარღვევას ეკონომიკაში ვეღარ მოახერხებ. სამწუხაროდ, მე ვიმეორებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ხო ჩემს ოჯახზე აისახება და ჩვენს ყველას ოჯახებზე, ხო? ამ ხელისუფლებას დღეს არ გააჩნია რესურსი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გაუმჯობესებისა. ზოგადად ეკონომიკაზე, როდესაც იყო საუბარი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა სოფლის მეურნეობა. თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში აღნიშნეთ, რომ აქტიურად მართავთ შეხვედრებს რეგიონებში, რეალურად რა მდგომარეობა არის დღეს, აისახა თუ არა ეს რეფორმები, რომელზეც საუბრობდა ხელისუფლება, კონკრეტულად რეგიონების მოსახლეობას? არ აისახა ეს რეფორმები სამწუხაროდ, იმიტომ რომ რეფორმა როგორც ესეთი სოფლად არ გატარებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გარკვეული ფინანსური ინიექციები ხდება, ასე ვთქვათ, რომ დახნულიყო გარკვეული განსაკუთრებით ეს კამპანია იყო წინა 2 წელს. რამაც თავისთავად სისტემური ცვლილება არ მოიტანა. მე მაგალითად აი ერთ თემაზე გავჩერდები მხოლოდ და მხოლოდ. დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რამოდენიმე ძირითადი პრობლემა დგას. ერთი ეს არის მყარი ფინანსური, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის თვითონ ინდუსტრიის და მეორე ეს გახლავთ თვითონ მიწის ფართობები. ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, როცა კოლმეურნეობები დაიშალა, საბჭოთა მეურნეობები დაიშალა, იცით რომ 1000 კვადრატული მეტრი 1 ჰექტარი დაურიგდა მოსახლეობას იმისდან მიხედვით, ვის სად როგორი გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ამიტომ ჩვენთან მიწები, გლეხობის მიწები ძირითადად არის დანაწევრებული, რაც თანამედროვე ტიპის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არაეფექტური არის. ეკონომიურად წამგებიანი არის, რომ შენ ისეთი პროდუქცია აწარმოო, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ჩვენ სანამ ექსპორტზე ვილაპარაკებთ ხოლმე, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ, ნეტა ეს შეგვაძლებინა. აქედან ერთ-ერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ნებაყოფლობითი კოოპერაციების პოლიტიკა.
რომელიც თელ ევროპაში არის აპრობირებული და რომელიც საქართველოშიც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული უნდა იქნას, ასე ვთქვათ, სამრეწველო დონეზე სოფლის მეურნეობის განვითარებისა. თითქოს კანონიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით მიღებული კიდევაც. მაგრამ აქაც იგივე მდგომარეობაში ვარდებით. სტრუქტურაც არის ამასთან დაკავშირებით გარკვეული შექმნილი, მაგრამ არანაირი პოლიტიკური ნება ხელისუფლებისა, სამინისტროსი, მთავრობისა არ არის, რომ ეს პოლიტიკა ხალხს რეალურად აუხსნან, სტიმული მისცე, მაგალითები მისცე და ეს პოლიტიკა საქართველოში განვითარდეს და განხორციელდეს სოფლის მეურნეობის დარგით. არადა მე ვიმეორებ, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ აგროსამრეწველო კომპლექსის შექმნა უნდა იქნას. მცირე სანადელო მეურნეობებით ჩვენ ამ აგროსამრეწველო კომპლექსს ვერ შექმნით. ეს უნდა იყოს სხვილი ფერმერები, საშუალო ფერმერები, ეს უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი დებაყოფლობითი ევროპული ტიპის კოოპერაციები, სადაც მეურნეობა ეფექტური ხდება, მოგება და თანაზიარობა ამ შემთხვევაში ყველას ერთიანად ხდება და აი ესენი იქნებიან ძირითადი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებისა საქართველოში. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად დარჩება ის წვრილი, გლეხური, მცირე ფერმერული მეურნეობა, რომელიც ამ შემთხვევაში თავის ნიშას კიდევ უფრო ადვილად მოიპოვებს და დაინახავს. მაგრამ ეს პოლიტიკა ქაღალდზე არის დეკლარირებული, გარკვეულწილად საკანონმდებლო ბაზაზეც არის ასახული, მაგრამ ამის ცხოვრებაში გატარება რეალურად არ ხდება. მაყურებელი ყავს ხაზზე კითხვის თქვენთან. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გისმენთ. ალო. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მადლობთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. ქალბატონო, მე გთხოვთ, რომ გამორთოთ ტელევიზორის ხმა და ჩემ ხმას თან გაიგებთ ყურმელში. საღამოშვიდობისა. მე არ მინდა რომ თავი მოგაბეზროთ თქვენმა. დიახ. გამარჯობათ, გენეცალე. მე ძალიან მოკლედ გეტყვით. აი, ერთი წამით. ალო. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გისმენთ. ალო. გისმენთ, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ. იცით რა არის ძალიან გამწარებული ქალბატონი ვარ ეხლა ამ წუთში მე და რისი თქმა მინდა ისიც აი პარტიები გამოდიან ჩვენი ალო გისმენთ, ქალბატონო. აი ძალიან ბევრი პარტიები გამოდიან ხელმძღვანელებიც ისედაც და არავის არ უთქვია ის რომ ამ გაჭირვებულ ხალხს, გაუბედურებულ ხალხს, რომლებიც არიან გამოყრილები ქუჩაში ეს უნდა ნახონ, შეამოწმონ. არ ვამბობ მე იმას, რომ აი ვიღაცა რაღაცის გულისთვის აქ ბევრი არის, რომ პატიოსანი არის ადამიანი და თაღლითების ხელში არის მოხვედრილი. ერთ თვეში 5-ჯერ და 6-ჯერ იყიდება ერთი ბინა. როგორ იმისთვის შეიძლება ეს ბიზნესი არის? მოხუცები, გაუბედურებული ხალხი, სოციალურად დაუცველები, ქუჩაშია გამოყრილი. როგორ არ ფიქრობთ ხალხო, როგორ გძინავთ საერთოდ ღამე? გასაგები აქვს, მადლობთ. ზოგადად როგორ ჩანს მძიმე ძალიან მძიმე სოციალური ფონია, მე ფეხით მოძრაობ ძალიან ხშირად, ძირითადად ფეხით მოძრაობ ხოლმე, სამსახურიდან ოფისამდე სულ ფეხით მიწევს გასვლა და მართლაც მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადარბაზოებთან, მაღაზიებთან ჩვენ ხედავთ, რომ მოხუცებულები აქ არ არის ლაპარაკი ეგრეთ წოდებულ ვისაც გარკვეულწილად ერთგვარ პროფესიათ აქვს გახსნილი, გაჩენილი. ეხლა ამ ქალბატონმაც აღნიშნა მაგრამ აი რეალურად რო ეტყობა ადამიანს მოხუცებულს განსაკუთრებით რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს და სასოწარკვეთის წინაშე არის. მე ვფიქრობ რომ დღევანდელი ბიუჯეტი მიუხედავად ამ მდგომარეობისა იძლევა ყველანაირ საშუალებას იმისა რომ აი ესეთ სასოწარკვეთილობის უსახსრობის, უსახკარობის პირობებში დარჩენილი განსაკუთრებით ხანში შესული ასაკოვანი ადამიანებისთვის იქნას შექმნილი თანამედროვე ტიპის თავშესაფრები, სადაც მათ კვალიფიციური ესეთი ნორმალური საცხოვრებელი პირობა ექნებათ, ყვება ექნებათ და სამედიცინო დახმარება ექნებათ და
მათი სიბერე ფსიქოლოგიურად რაც თავარია ნორმალურ გარემოში გაგრძელდება. ეს მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს ხელისუფლებასთან, ჩემი გულწრფელი მოწოდება იქნება, რომ მერია იქნება ეს თუ ხელისუფლება, პირველ რიგში ამას მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ ეს არ ჯდება იმაზე ძვირი, ვიდრე ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რასაც საზოგადოება იღებს, აი ასეთი უმწეო ადამიანების შემყურე. ბატონო ირაკლი, ჩვენი გადაცემის ბოლოს კიდე ერთი კითხვა. უკაცრავად მატყობინები რომ მაყურებელი ყავს ხაზზე და მოვასწრებთ მის შემოყვანას. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. და მე სასამართლოში გადაცა საბუთებს და სასამართლომ გამეტანა, გაიტანეთ აუქციონზე და გაკიდეთო. მოგესალმებით, ხაზზე ხართ თქვენ? ხალხიდან ვარცი გათურხე. დიახ, გისმენთ. ხოდა მასე ზატარუში მივიდა, მიიყვანა ქალმა ძვიშვილი და ათბოიოლის საქმე იქნება, იმიოლის გამიკეთეთ საქმე. როიმასნაცო, რამე შეიძინოსო, ბინა არ გამიყიდოს, პენსიონერი ქალი ვარო და ადგა მე იმან სხვასთან მივიდა გააჩინა, ბავში და გვარდასახელისა მე 10 წელში ალიმენტი დაუნიშნა. არიხა და 8 წელს და თბილისში მუშაობდა ყვითელ მარშრუტკაზე. მე და ხუთიშვილი არჩევიდა, იქა და არ მიაკითხა, რომ ბუღალტერს ზესვა ალიმენტი აქვს 80 წლიანი გადასახადიო. ამას გაკეთების ვაკი. ვის ადანაშაულებთ თქვენ კონკრეტულად? კონკრეტულად ის დანაშაულებთ და ალიმენტი რო გადასახადი რო აქვს ამას ჩვენი მას ნაშვილებს და მე საჯავრეს ხუთიშვილს ევალება იმ ქალსო გადუხადოს ალიმენტი. ეს ვარიხის ვისაც ალიმენტი აქვს დავალებული. გასაგები აქ მადლობთ, ანუ ბრალდება იყო ახალციხის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის მიმართ, რომ ის თაღლითობაში არის ბრალდებული. მე თუ ეს ახალციხეზე არის საუბარი, მე ვთხოვ, რომ მას მიმართოს ჩვენ ახალციხეში ჩვენი პარტიის წარმომადგენელს შალვა გოგოლაძეს და ის შეეცდება, რომ გაერკვეს რა შეავითარება და გამომდინარე აქედან მე ვთქვათ ადგილზე იქნება თუ ჩვენი ჩართვაც იქნება საჭირო მივეხმაროთ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ახლა მეტი თქმა ვერ გავიგე უფრო კონკრეტულად. ეთნიკ დეტალებიც არის ალბათ დასადგენ. ბატონო ირაკლი, ჩვენ გადაცემის ბოლო და შემაჯამებელი კითხვა მინდა დაგისვათ. 2016 წელი ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ საჭირო არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ორივე შემთხვევაში როგორი არის თქვენი სამომავლო გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი? ჩვენ რა თქმა უნდა ვამბობთ ერთ რამეს, რომ 2016 წელი უნდა იყოს მომავალი არჩევნების თარიღი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა პოლიტიკაში და კონსტიტუციური ვადების დათქმა და ამ ვადების შესრულება. მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკა რა თქმა უნდა იცნობს კრიზისულ ვითარებებიდან ერთ-ერთ გამოსავალს, სწორედ რიგარეშე არჩევნების ჩატარებას. მაგრამ ეს მართლაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამოსავალი და არა ხელისუფლების მცდელობა, როიტყვიან, რომ გადატვირთვის, ასე ვთქვათ, გადატვირთვა გააკეთოს და თავის ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. როცა ჩვენ არჩევნებზე ვსაუბრობ, მე მინდა მიუბრუნდე ქართული ოცნების კიდევ ერთ თავარ პოლიტიკურ დანაპირებს, რომ ის ძირფესვიანად შეცვლის იმ პოლიტიკურ საარჩევნო სისტემას, რომელიც ლამის სიტყვასიტყვით ესე ეწერა, ემსახურება მხოლოდ ვიწრო ხელისუფლებაში მყოფი პირების ხელისუფლებაში ყოფნას და არსებული მაჟორიტარული სისტემა თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება თავისუფალი კონკურენციის და პოლიტიკური პარტიების განვითარებას და სამართლიანი არჩევნების, ასე ვთქვათ, ჩატარებას. ამიტომ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის საპროგრამო მოთხოვნა არის ეს. დღემდე საპროგრამო მოთხოვნა არის ქართული ოცნებისაც, პროგრამაში არაფერი არ შეცვლილა. ეს საკითხი ამ საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც ახლა გაიხსნება ამ კვირაში, ალბათ დადგება და მე იმედი მაქვს, რომ აქაც არ დაიწყებს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობასავით რეფორმებისა და თავის მიერ დადებული დაპირებების შესრულებაზე უარის თქმას. ამ პოლიტიკურ რეფორმას მაინც გავატარებთ ბოლომდე. იმიტომ ვიმეორებ, რომ თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკის მიმართ, არჩევნების მიმართ, სამართლიანობისა და ნდობის განცდა არ ექნა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს,
ყველა დანარჩენი რეფორმა და ყველა დანარჩენი პროგრამა იქნება განწირული წარუმატებლობისათვის. ამიტომ დღეს პირველ რიგში განსასაზღვრი არის სწორედ ის, რომ ჩვენ სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჩამოვაყალიბოთ საქართველოში და როცა იქნება ეს არჩევნები რიგით თუ რიგარეშე სამართლიანი საარჩევნო სისტემით წავდგეთ ჩვენი ამორჩევლის წინაშე. მადლობას გიხდით ჩვენთან მოლტონებისთვის და წარმატებას გესურვებთ მაყურებელ. შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობოდა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატები. ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ქადაგიშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გესურვებთ ნახვამდის.